აი მე მინდა კითხო ახლა ჩვენ ძალიან ხშირად მრავალი წელია საუბრობთ ხოლმე იმ ტენდენციებზე და მათ შორის გეომეტრიულ შკალაზეც რაოდენ პოპულარული ხდება ასე ვთქვათ აუთსორს სერვისები ქართული ბიზნესისთვის უპირველეს ყოვლისა და შემიძლია თამამად თქვა რომ K-Call არის ამ ყველაფრის კვლევის ძალიან კარგი ინდიკატორიც, იმიტომ რომ თქვენ უშუალოდ თქვენს პრიზმაში ხედავთ ამ მაჩვენებლებს, პარამეტრებს და ზრდას, რაც თავარი არის. შესაბამისად, მე მაინტერესებს აი ხა ის სერვისები, ის ინოვაციური მიდგომები, რაც თქვენ გაქვთ ამდენი წელია ბაზარზე, აი და ბიზნესის ქცევა ამ შემთხვევაში. აი რეალურად აი ამ ორი კომპონენტის კორელაცია ერთმანეთში, აი ამ კუთხით რამდენად ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა 2025-ში და აი როგორი იყო ბიზნესის ჩართულობა, რამდენად კარგად უღებს ალღოს ამ სერვისების საჭიროებას უპირველეს ყოვლისა და მე უკვე შედეგებიც ხო, რასაც მე ბიზნესთან ერთად თქვენც ითვლით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაფერი გადის ჯერ ეგეთი ლოიალობის კომპონენტზე და მე უკვე ბიზნესის განწყობის კომპონენტზე. ამიტომაც ამ ყველაფრის მთელი ინდიკატორები თქვენ გაქვთ ხელთ. ამიტომაც აი ამ ყველაფრის კორელაცია როგორი იყო ერთმანეთში. სადაც ვიცი არის მომხმარებელთა მხარდაჭერა და მომსახურება აღარ არის რაღაცა ფუფუნება, ხო? ანუ ეს არის დღეს რეალურად აი კონკურენტუნარიანობის, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, ხო? ანუ დღეს აუცილებელი მოთხოვნა არის, ხო? ანუ დღესაც კი გვაქვს რაღაც კომპანიები, რომელიც მუშაობს რაღაც პირობითად რაღაც შეზღუდული საათებით, ხო? ანუ არის მისივე კონკურენტი, რომელიც მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. ამიტომ ქცევა როგორც ასეთი კომპანიების მხრიდან არის საკმაოდ შეცვლილი, ხო? ანუ ჩვენ ახლა იმ მთელი წელია ამ ასე ვთქვათ გადაცემაში და ამ სტუდიაში ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევაზე ბიზნესისთვის, ეს არის ადამიანური რესურსები, ხო? ადამიანური რესურსების ასე ვთქვათ ჩვენც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ბუნებრივია ჩვენც ვეჭიდებით ამ ზუსტად იგი ანალოგიურ პრობლემას, ხო? და ეს პრობლემა რეალურად გახდა ერთ-ერთი გამომწვევი კიდე და მოტივატორი გახდა კომპანიებისთვის, რომ დაიწყონ გარკვეული სერვისების და გარკვეული პროცესების აუთსორსზე გატანა, ხო? და პროფესიონალებისთვის ჩაბარება. ამიტომ ტენდენცია მოთხოვნაც კი, ასე ვთქვათ, კომპანიებისგან არის შეცვლილი. ანუ გაცილებით უფრო დაალაგებული, გაცილებით უფრო გაწერილი და სტრუქტურირებული მოთხოვნები აქვს დღეს რეალურად ბიზნესს. ჩვენ მოგეხსენება სანდრო უკვე მე-9 წელია უკვე ოპერირებთ ქართულ ბაზარზე, სხვათა შორის 2026 წელი გვექნება ესეც საიუბილეო 10 წლისები ხვდებით და მთელი ეს 10 წელი აი ვაკვირდებით, ანუ ჩვენ დავიწყეთ მაშინ, როცა თუნდაც ამ სიტყვა აუთსორსინგიც კი ცოტა უცხო იყო. გიბატონო. ბაზარზე, თუმცა დღეს უკვე ანუ კომპანიები, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდებიან და სურთ ჩვენი მომსახურების მიღება, ან საკმაოდ გათვითცნობიერებულები არიან, რას ვაკეთებთ, იციან რა უნდა მოითხოვონ და იციან რა ჭირდებათ რეალურად მათ ბიზნესს. და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ხვდებით ამ ბიზნესისთვის არა მხოლოდ რაღაც სერვისის პროვაიდერი კომპანია, არამედ ის აი სტრუქტურული ერთეული კომპანიის, ხო, რომელიც რაღაც გარკვეულ თავის ანალიტიკას დებს, თავის რეკომენდაციებს დებს და ჩვენ ვართ ის სტრუქტურა